აბა სტუმრები მოვიდნენ ჩემთან, რაღაცებს იღებენ. მეც იძულებული ვარ გადავიდე. აბა მითხარით 2025 წლის 21 თებერვალს ქალაქ თბილისის საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე გუჯაბიძე ბიძინა კეტავდა სატრანსპორტო გზას მიუხედავად იმისა, რომ შეკრება მანიფესტაციის ფარგლებში ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა გზის გადაკეტვის აუცილებლობა და პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იყო საფეხმავლო ბილიკზე. ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 ნომრის მეხუთე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმის ოდენობას 5000 ლარის ოდენობით. ბატონო ბიძინა სამართალდარღვევის ოქმზე ჩაბარების მიზნით აწერ დღეს? თქვენ მძანდებით? დაინდაძალადავის პოლიციის თანამშრომელი. წერია ბატონო ბიძინა. აწერ დღეს ჩაბარებაზე? კი, მაგრამ არ ვეთანხმები რა. კი ბატონო, თქვენი უფლება არის აგრეთვე გაასაჭიროთ საჯარიმოები. მაგარასვიზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 დღის განმავლობაში, ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში. ისა, კითხვა შეიძლება ის გარეშე ეს არის. გისურვებათ ეგ ამბავი თუ გიტყდებათ რა, რომ ეგეთ რამეს რო აკეთებთ რა. საქმესთან დაკავშირებული კითხვა თუ გაქვთ ბატონო ბიძინა, იმ კითხვაზე გაგცემთ პასუხი. კი, საქმესთან რა ისა გაქვთ? რა ისა რომ რა დადასტურება რომ მე გადავკეტე და ამოღებული ყველაფერი მასალა არის ადმინისტრაციულ მასალაში, როცა გაასაჩივრებთ ამას, წარმოგიდგენენ ყველაფერს განახებენ. ვიდეო კამერის ამონაწერსაც, 112-ის ვიდეოების ჩანაწერსაც და ყველაფერსაც. ბატონო ბიძინა, თუ რამეს არ დაეთანხმებით და რაღაცა ყველაფერს შეგიძლიათ გაასაჩივროთ. თქვენი უფლება ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეხლა აქედან 10 დღის განმავლობაში. დიახ, ჩაბარებიდან. აქ არის ხელმოწერა. საჭირო თქვენ. ხო. ისე რქვია, რო არის საქმე, მაინც ჩაბარებულად ითვლება. თუ არ მოაწევთ, რაც თქვენი უფლება არის, რა თქმა უნდა, დატანებული იქნება შენიშვნა, რომ ხელმოწერაზე უარი განაცხადა და 100 ჩაგბარდებათ საჯარიმო ქვითრის. ეს ყვითელი. როგორ მოვიქცევთ, მოვაწერთ ხას თუ არ მოვაწერთ? აი, მოვაწერეთ. აი, აგერ უნდა მოვაწეროთ. ხედავ რამე არ იყოს. კი ბატონო.